ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი იღუპება ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად. სიკვდილის მიზეზი ხდება ზედოზირება, ინფექციები, გულის გაჩერება, ინსულტი ან მძიმე ფსიქიკური დარღვევები. 300 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ხოლო ათეულობით მილიონი უკვე დამოკიდებულების ფორმით ცხოვრობს. ნარკოდამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა, რომელიც ადამიანს ნელ-ნელა ართმევს ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და სიცოცხლეს. ის აზიანებს თავის ტვინს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლს, ფილტვებს და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ალკოჰოლ-დამოკიდებულება, რომელიც თითქოს უსაფრთხოა შედარებით, ნელ-მიჩვევას იწვევს და მასაც ისე როგორც ნარკომანიას სჭირდება დროული და ხანგრძლივი მკურნალობა, მაგრამ ნარკოდამოკიდებულება მხოლოდ ერთ ადამიანს არ ანადგურებს. ის ანგრევს ოჯახებს, ურთიერთობებს, კარიერას და ოცნებებს. ხშირად ადამიანი კარგავს ყველაფერს, რის გამოც ოდესღაც იბრძოდა და ცხოვრობდა. ეს არის საზოგადოებრივი გამოწვევა, რომლის დაძლევაც ცოდნით, მკურნალობით და ხარდაჭერით არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ სტუდიაში იმყოფება ადამიანი, რომელმაც ეს გზა საკუთარ თავზე გაიარა. ადამიანი, რომელმაც იპოვა ძალა, დაბრუნებულიყო ცხოვრებაში. მსახიობი ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ყველაზე მძიმე დამოკიდებულების მიღმაც კი არსებობს გადარჩენის ძალიან დიდი იმედი. ჩვენთან ერთად ასევე არის ექიმი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე, რომელიც აგვიხსნის, რატომ არის ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადება და არა უბრალოდ ცუდი არჩევანი. რა ხდება ტვინში, როდესაც დამოკიდებულება ყალიბდება და რატომ სჭირდება ადამიანს არა განსჯა, არამედ პროფესიული დახმარება. მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება და იქამდე სანამ გადავალთ სტუმრებთან, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორი გახლავთ PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ასევე ჩვენი გადაცემის წარმდგენი გახლავთ კლინიკა პირველი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მოგესალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები, მადლობა, რომ აი ასეთ თემაზე, ასე ღიად უნდა ვისაუბროთ და მოუყვეთ მაყურებელს და ბატონო გუგა, დავიწყოთ პირველ რიგში თქვენით. გვითხარით, რა არის ნარკოდამოკიდებულება? და ზოგადად დამოკიდებულება, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ ნარკოდამოკიდებულება პრობლემა არის ალკოჰოლდამოკიდებულება, ზოგადად აი დამოკიდებულება რა არის? არის დაავადება თუ რაიმე სხვა ტიპის პრობლემა? ხო, ანუ ადიქტოლოგია ზოგადად. და ეს ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ეხებოდეს და ყველაზე მთავარი რაც არის და აი ჩვენც რო ახლა ამაზე საუბრობთ ანუ სამედიცინო კონტექსტში, ეს არის, როდესაც ეს მორალური გააჩის პარადიგმიდან ადიქტოლოგია გამოვიდა და დავიდა მეცნიერებაზე, ნეიროფიზიოლოგიაზე, ბიოქიმიურ პროცესებზე, თავის ტვინში მიმდინარე ჩვენ ქცევაზე, ცხოვრების წესზე და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ეს არის რა თქმა უნდა დაავადება, ეს არის თავის ტვინში მიმდინარე პროცესების დაავადება და ის თავისი მექანიზმით შეგვიძლია გაუთანაბროთ ისეთ დაავადებებს, ზუსტად ისეთი პროცესები შეიძლება მოხდეს, როგორც თქვა ნებისმიერი თქვა ჰიპერტონია, დიაბეტი, გაგუგია კუჭის წყული და ასე შემდეგ და ამ შემდეგ. ამიტომ ამას ჭირდება ცივი გონები, ძალიან პრაგმატული მიდგომა სამედიცინო. პრობლემა არ არის იოლად დაძლევადი, ის მრავალკომპონენტიანია, როგორც თავისი მექანიზმი წარმოქმნის, ასე მისი მოგვარების და მისგან განკურნების ან მისი რემისიაში გადაყვანის გზები ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს ერთობლიობაში, მაგრამ თუ ჩვენ ამას მივუდგებთ როგორც სამედიცინო პრობლემას, ეს ყოველთვის სწორ გზას გვიჩერებს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პრობლემის დამარცხება. შეიძლება თუ არა, აი ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებით, მაგალითად ადამიანი გახდეს დამოკიდებული. შეიძლება რომ გახდეს დამოკიდებული, თეორიულად უბრალოდ ერთჯერადი მიღება არ ნიშნავს, რომ უკვე ჩვენ მას დამოკიდებული შეიძლება უწოდოთ, მაგრამ თუ ადამიანს აქვს გარკვეული მიდრეკილება,
დამოკიდებულებისკენ შესაძლებელია რომ ერთჯერადი მიღებაც გახდეს გამშვები მექანიზმის შემდგომში დამოკიდებულების. თუმცა ეს არნიშნავს რომ ერთჯერადი მიღების დროს ჩვენ გვაქვს უფლება სამედიცინო კუთხით რომ ამ ადამიანს უწოდოთ რომ ეს არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა ესე არ არის, მაგრამ მაინც მედიცინა ჩვენ ცოტა გვაშინებს ეს სიტყვა, გენეტიკა გვაშინებს. კი, მაგრამ ეს აში არ არის. პირიქით ჩვენ როდესაც ობიექტურ რეალობას და ინფორმაციას სწორად აღიქვავთ, პირიქით ვფიქრობ ეს კიდევ უფრო გვეხმარება იმაში, რომ მე მისი მოგვარების მასთან გამკლავების გზები სწორად დავგეგმოთ. გენეტიკის როლი და სხვათა შორის ყველა სხვადასხვა დამოკიდებულებაზე ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავებულია. არის რაღაცა საერთო მიდრეკილება ზოგადად დამოკიდებულებებისკენ და შესაძლებელია რომ ცალკეულ სხვადასხვა იგივე ქიმიურ ნივთიერებაზე სრულიად განსხვავებული, თქვათ, გენეტიკური კოდები იყოს, რომელიც კონკრეტული ნივთიერების დამოკიდებულებისკენ გვიბიძგებს. ამიტომ მაღალი მიდრეკილებით ადამიანს რა თქმა უნდა აქვს რისკი, თუმცა რა თქმა უნდა ეს შემთხვევა, რა თქვენ დასვით კითხვა ერთჯერადად ეს იშვიათია ის რომ მაშინვე გადაწყვეტილი იყოს ასე ვთქვათ ამ ადამიანის ბედი რომ დამოკიდებული გახდა. ილო, გაიხსენე პირველად როდის გასინჯე ნარკოტიკი? პირველად რომ გავსინჯე დაახლოებით იყო რამდენი ხნის წინ სადღაც 20 წლის წინ რა და მე მაშინ მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მაქვს მოყოლილი მაინც შეიძლება აქვს სხვა აუდიტორია და მათთვის იყოს საინტერესო, ანუ 20 წლის წინ ფეხბურთს რო შევიშვი, ანუ რაღაც კიდე ცალკე მიზეზები იყო. მაშინ კი არა, ეხლაც ბავშვი ფეხბურთზე მყავდა წაყვანილი და იქ რო ვიყავი, მივხვდი რომ ჯერ კიდე არ მაქვს გადახარშული, რომ ანუ ეგეთი ემოციური ინვესტიცია მქონდა ფეხბურთში ჩადებული, ანუ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეგ გამბავი იყო, მაგრამ კარიერულ ამბოსაც რო თავი განება, ანუ ძალიან ბევრ ამას ვიღებდი იქიდან, ხო, რაღაცა ბედნიერება, აზარტი, სტრესი, ანუ იქიდან იქ ხარჯები, იქ ხარ თავიდან ბოლომდე, ანუ მოცული ვიყავი, მაგრამ მე უცებ რომ ეს აღარ არის, სადღაც ეძებ და თან დროც ისეთი იყო და პირველად გავსინჯე, არ მომეწონა სხვათა შორის და უთხარი კიდევაც მეგობრებს იქ რაღაცა გული ამერია და 1000 რაღაცა რა და მე მაინც ხო ერთი 6 თვე მეთქი ამის გამო რატო იხარჯება ხალხი და ერთი ამბავით რომ მე მიყვარდა უფრო მაინც აი ხალისი და იქ უფრო დალევა და უფრო მეგობრებში ურთიერთობა და ამან რაღაცა ჩამკეტა და რაღაცა მიმაგდო და არ მომწონდა, მაგრამ მე რაღაც პერიოდი გავიდა და მაინც ხო მე კიდე რაღაცა მე კიდე და მე ნელა ესე შემიწია რა, მაგრამ დაახლოებით 20 წლის წინ იყო ეს ამბავი. მოთხოვნილება გაგიჩნდა თუ არა აი პირველივე მიღებისთანავე, რომ აი კიდე უნდა მოგეხმარა ნარკოტიკი? პირველი მიღება აი მაგას არ მომეწონა. არ მოგეწონა. რატო გააგრძელე? არ ვიცი, გავიდა 6 თვე რაღაცა და ნუ აი ხო მაშინ ხა ისეთი სიტუაცია იყო და ქვეყანა რაღაცა ბევრი იყო ამ ამბავში რა და ნუ წრეში და რაღაცა ერთხელ ორჯერ სამჯერ და სადღაც როცა დასტრესილი იქნები და თან ეს ფეხბურთთან შეშვების ამბავითაც ეთქვა ვერ ვაკომპენსირებდი იმ ამბავს და ადრე თუ გვიან სადღაც მას იზავრა, იტყვი რომ კაი ერთხელ არა უშავს ან ორჯერ არა უშავს და ნუ მე მაინც იწყება რა. მე ინტრიგდები, მე რაღაცა ქსიამოვნებს, მე თვითონ მაშინ ეგ რაღაცნაირად თითქოს აი როგორც მობილური ტელეფონს რო ეხა დღეს მობილური ტელეფონის ტარება ნორმალურია და მაშინ მობილური ეხა ხალხი ერთმანეთს თხოვლოდა რომ ქორწილში მინდა ჩემი ნათლიშვილი ქორწილში მინდა და მობილური ტელეფონი ითხოვა. აბა ისე ვინ მოიყვანს ცოლად მაგას და რაღაც ეგეთი ლაპარაკი იყო, რომ ცოტა ვითომ შეძლებული ტიპი ჩანდა. ჩვენთან კიდე, მაგრამ მაშინ კიდე ბიჯებისთვის ეს რაღაცნაირად თუ შენ ამასთან შეხება გქონდა, ტრენდი ისეთი იყო, რომ გეკაიტიპებოდა რა, ეგეც იყო. ეხლა ეგრე აღარ არის საბედნიეროდ. სხვა ეხლა ეგ პრობლემები ისე დგას, თქო სხვა კუთხით. აი კონკრეტულად ეგ არ არის დღეს ეხლა ვიღაცას როგორც მაშინ ქონა ამის რომანტიზირება და თან კრიმინალთან იყო ეს მიგმული და რაღაცა და ჩვენ ბიჭებს მაშინ მოდა საყევი. ხო რა, კაი ხანი მე სანამ ფეხბურთს შევშვებდი 25 წლის ვიყავი, როცა პირველად სასმელი გავსინჯე, რასაც ქვია რა, მე გვიან დავიწყე ძალიან. მე სიგარეტი, მე ის და ხო, შეიძლება ითქვას, რომ ეგეც იყო რა, რომ ვითომ აი ბიჭობთ თუ რაღაცა და იქ კაი ტიპობად მიიჩნეოდა. ხო რა, აი რისკიანი ხარ და იქ რაღაც თან იცი რა არის ეს დაჭერის ისიც განცდაც მაშინ თითქოს იმას გიშვებოდა რა, გაინტრიგებდა და აი თან ნუ ეგ ტოქსიკური რაღაცა იმაში იყავი რა, რომ აი ეს განცდა რომ სადღაც ბეწვის ხიდზე გადიხარ, როგორც ჩანს
ერთის ხრი დამთრუნალიც იყო, მაგრამ მეორეს ხრი აზარტულიც იყო. ბატონო გოგა, როგორ იცვლება ნარკოდამოკიდებული ადამიანის ქცევა? როგორ ამოვიცნოთ ის განსაკუთრებით ახალგაზრდებში? იმიტომ რომ დღეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს ეგრეთ წოდებულ კლუბურ ნარკოტიკს და არა მხოლოდ. აი როგორ უნდა ამოვიცნოთ? ხო, იცვლება ჯერ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ადამიანი მანამდე თუ რა ფსიქოტიპს წარმოადგენს, ანუ როგორი ხარაქტეროლოგიური ან ხასიათობრივი ნიშნები აქვს, ანუ როგორი რაღაცა დისკომფორტი ან გარკვეული ტიპის თუნდაც მცირედ გამოვლენილი მენტალური რაღაცა პრობლემები აქვს, ესეც განსაზღვრავს თვითონ იმას, რომ რამდენად აქვს მას მაღალი რისკი, რომ ნარკოტიკზე გახდეს დამოკიდებული და მეცაც გეტყვით, ანუ იმის დამიხვედრით ძალიან ხშირად განისაზღვრება, რომელი ნარკოტიკისკენ იქნება მიდრეკილება. ანუ ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს სხვადასხვა ნარკოტიკი, სხვადასხვა ჯგუფის და შეგვიძლია ესპერი ჩამოთვალოთ, მაგრამ იმის დამიხვედრით თუ რა პრობლემას ჭყალებში უგვარებს, ეს ნარკოტიკი რა სიამოვნებას აძლევს, იმის დამიხვედრით შეიძლება მე ჭყალებში არჩევანი გააკეთოს და გახდეს დამოკიდებული. და აი მაგალითად საინტერესო ფენომენია, მაგალითად სტიმულატორები, ხო? ანუ ის კლუბური ახსენეთ თქვენ ზუსტად, რომლებიც ანუ დოფამინის ან სეროტონის სტიმულაციას ახდენენ, როგორ ადამიანებს მოწონთ ანიჭებს სიამოვნებას და როგორი ადამიანები ხდებიან. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ანუ აი ძირითადად დოფამინის ანუ სიამოვნების ანუ შეგრძნების ნაკლებობას განიცდიან, ანუ უფრო ადამიანები, რომლებიც ახედონიურები, ანუ უფრო ნაკლებად ემოციურები არიან, ნაკლებად შეუძლიათ სიამოვნების აღქმა, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც აქვთ აი დეპრესიულობა, ანუ მუდმივად მოწყელები არიან, აი ესეთი სტიმულაციური მოქმედების ნივთიერებები მათში განსაკუთრებულად კარგ შეგრძნებებს იწვევენ და მოწონთ ადამიანებს, მაგალითად, რომლებსაც აქვთ მაღალი შფოთის დონე, მაგალითად ეს ეხება თქვა შეიძლება ADHD, ხა ყველასთვის კარგად ცნობილია, ხო? ანუ ყურადღების დეფიციტი. ეს ადამიანებს მოწონთ უფრო ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ამ შფოთვის შემცირებას და სიმშვიდის მოტანას უზრუნველყოფს, ასე თქვა და ამ ჯგუფში გადის ოპიატებიც, მარიხუანაც, ალკოჰოლი სხვათა შორის და ეს ფარმაკოლოგიური ან დასამშვიდებელი ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტები. აი ჰალუცინოგენები კიდე საერთოდ ცალკე ჯგუფია, სრულიად განსხვავებული ან ნარკოტიკული საშუალებების, რომელიც ადამიანი ძირითადად ასე თქვა რაღაც ილუზორულ სამყაროში გადაყავს და აქ ადამიანებს უფრო მოწონთ ხოლმე ესეთი ნარკოტიკები და მიდრეკილიები არიან, ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაც თავის რეალობას გაურბიან და უფრო აი რაღაცა ჩაკეტილი, მათ წარმოსახვებში მეოცნები ადამიანები, რომლებსაც ასეთი ტიპის ნარკოტიკები უფრო კიდევ მძაფრ და ესეთ ხატოვან და ძლიერ შეგრძნებას აღწევს. თუმცა ამას აქვს მეორე მხარე, ეს ასე ვთქვათ, მოდი ასე განვიხილოთ. მარტო ჩვენი ფსიქოტიპი ან ჩვენი მენტალური საკითხები არ განსაზღვრავს იმას ნარკოტიკებისკენ ტოლვას, ან რომელი ნარკოტიკისკენ მოქნება ტოლვა. თვითონ ნარკოტიკი მერე იწვევს დროთა განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს და ახდენს გავლენას უკუკავშირი, ანუ ორივე მიმართულებით ხდება ეს ჩვენს ფსიქიკაზე და ყალიბდება ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი მანკიერი წრე და ზუსტად ეს მანკიერი წრე არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც კურნალობის პროცესს და ამ პროცესთან გამოსვლის პროცესს საკმაოდ ართულებს, რადგან მუშაობა ჭირდება ორივე მიმართულებით. ანუ მე მინდა ძალიან ხაზგასმით თქვა, ანუ თვითონ მარტო ნარკოტიკის მიღება, ანუ ქიმიური ნივთიერების მიღება არ არის პრობლემა. რა თქმა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ არ არის ერთადერთი პრობლემა. არ არის ერთადერთი პრობლემა, ხო? ეს არის პრობლემა, მაგრამ არ არის ერთადერთი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ ნარკოტიკის მიღება, არ მივიღოთ ფიზიკურად ეს ნარკოტიკი, მაგრამ ჩვენი მენტალური სტაბილურობა ვერ აღდგეს. დაანგრიოს ორგანიზმი, რასაც ხშირ შემთხვევაში შვება. დიახ. ფსიქიკური მდგომარეობაც და მდგომარეობაც არის ყოველთვის საჭირო კომპლექსური მიდგომა და ეს კომპლექსური მიდგომა მოიცავს ბევრ მიმართულებას. ერთი არის უშუალოდ თვითონ ნარკოტიკის მიღება არ მიღების საკითხი და იმ სირთულეების გადალახვა, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკის უეცარ შეწყვეტას თუ ეტაპობრივ შეწყვეტას. მეორე საკითხი არის მასთან თანხლები მენტალური პრობლემები ან ხასიათობრივი პრობლემები და მესამე პრობლემა ეს არის ანუ
ჩვენი სოციალიზაცია, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ხშირად ნარკოტიკების მიღება, ანუ ჩვენ სოციალურ სფეროს თვითრეალიზაციის მმართველობასაც საკმაოდ აზიანებს და ახლა თავისი მმართველობით მიყავს ხომ, ამიტომ პირდაპირ, ანუ მიზნობრივად უშუალოდ ნარკოტიკის შეწყდა და ამის ქიმიურად სწორად გაკეთება, თანხლები, ანუ კომორბიდული მენტალური პრობლემების დაავადება და ჩვენი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ეს არის ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელიც ყოველთვის მოითხოვს, რომ სამივეზე ერთად მოხდეს შეტევა, სამივე ერთად დაალაგდეს, რაც სრულად და სრული განკურნების და სრულად ჩვენი კეთილდღეობის აღდგენის საფუძველი არის. ილო, ბატონო გუგამახსენა, ეს სწორედ ეს რთული გზა, რასაც ნარკოტიკზე თავის დანებება ჰქვია. გქონდა დამოუკიდებლად მცდელობები, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაგენებებინა და საბოლოოდ როგორ მიაღწია ამ შედეგს? იცი რა არის შედეგს, რაც შეეხება მე ჯერ ძალიან ფრთხილად უყურებ მაგ ამბავს, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაცა თქვა გარკვეული პროგრესის დროს ეს რაღაცა თვითმაყოფილება მოდის და მე გადადის რაღაცა მაშინ რა არ უნდა მოუდუნდე ასე ვთქვათ რა და ამიტომ მე სულ ამბობ ხოლმე რომ მე თქვი ჯერ იმ წერტილში არ ვარ სადაც მე მინდა რომ აი ბოლომდე ჩემთავს გამოჯანმრთელებული უწოდო იმიტომ რომ ჯერ კიდევ იგივე ძილის თემა და ანუ არის კიდე რაღაც მიზეზები გარკვეული პრობლემები ხო ამიტომ ჯერ კიდევ აი იქ ვერ ვარ სადაც მე აი მაგრამ აი აქ აი ხოთი ამასო დასვა მწვანეს რომ აი დან რა სანამ აი აქამდე მოხვიდოდი რა გზა გაიარე აი ხა ეს კითხვა ხო რაც რა ხდება რა რაღაცა რემისიები ხო არის რა რაღაც პერიოდი გაქვს თქვა პირობითად რაღაცა სამი თვე არაფერს არ შვები მე რაღაცა გაგექცა ან პირველად იმას ქენი რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო მე პირველად როდესაც შევეჯახე აი ეგ უწოდებული ლომკას ფაქტურად დაუჯერებელი იყო რომ მეთქი ეს რანაირად რა თან ისე შევეპარე იდეაში თავიდან ისეთი დიდი ინტერვალებით შვებოდი რა რომ თითქოს ვითომ დაბალანსება მინდოდა რომ აი მეთქი ლომკა არა ვიკიდო თუ რაღაცა რა მე მაინც მოხდა ისე რომ ნუ ხა კლასიკაა რომ ეგრე ფიქრობ მაგრამ მაინც ეპარები და რაღაცა 3-4 მიღების მერე თქვა უკვე გეწყება თუმცა ისიც ფაქტია რომ შეიძლება ერთი მიღებითაც იყოს რა ეგ უფრო სხვა რაღაცებიდან გამომდინარეა რა რეალურად შეიძლება მოცლად ყოფნობის დროს უკვე გარკვეულწილად საფუძველი ჩაყრილი იყოს იმისი რომ შენ შეიძლება დამოკიდებული გახდე რა ხო ამიტომ მაგრამ მარტო გენეტიკა ან მარტო რაღაცა იქ საწყისებში პრობლემა არ არის მე ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში თუმცა ჩემთვის რთული იყო ძალიან იმდენი მაქვს ეგეთი გამოვლილი ისეთი ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი რა იყო პერიოდები რომ საერთოდ ეხა აქეთა გადმოსახერი და რო უყურებ ფიქრობ რა რომ მეთქი აი ბიჭო რას ვერ ჩობი ჩემთავს რა ანუ მეთქი რატო ესე რატო ფაქტიურად აი წარმოიდგინე რომ აი თქვა არ ყოფნის იმისი ძალა რომ აიყო მე მაშინ იმას კი ვერ ხვდებოდი და კი არ ფიქრობდი რომ სუიციდით ვიყავი დაკავებული მაგრამ არსობრივად ეგ იყო იმიტომ რომ თვითგანადგურებაზეა ახალგადასული რა უბრალოდ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხებით ხან სასმელე ხან ისე მაგრამ ეგ არის რა და მე აქეთა გადმოსახადიდან უკვე უფრო ხვდები რა რომ თქვა ეს საიდან გამომდინარე იყო რა რომ რეალურად აქ უფრო რაღაცა სხვა შინაგანი დიდი პრობლემები იყო რომელიც მე ნუ ეგრე გაგრძელდა ბევრი სტრესი რომელიც არ გაქვს გადახარშული ბევრი თქვა გარემო ფაქტორებიც ასე თქვა ბევრი შინაგანი თქვა რაღაცა სიძლიერეს დეფიციტი და პრინციპში აი ფეხბურთი მაინც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია რომ ფეხბურთის საერთოდ ადამიანები რომლებიც მანამდე აქტიური სპორტით არიან დაკავებულები და მე უცებ წვიტავენ ყოველთვის არიან ძალიან დიდი რისკის ჯგუფში იმიტომ რომ შენი ორგანიზმი ვერ გადაეწყობა ახლა ამდენი ჰორმონალურად რაღაცას იღებენ ან ენდორფინი რაღაცა წამოგდიან რაღაცა იმაზე ხარ ტალღაზე ხარ ხო თქვა გადაწყობილი ჯერ ყველაფერს თავი გავანებოთ როგორი რუტინა დღეში ორჯერ ვარჯიში თან მე ხა პროფესიონალური ფეხბურთით რო ვიყავი დაკავებული იქ ესე არ იყო რომ მიხვიდე ვარჯიშზე არ მიხვიდე ჩვეულებრივად ხელფასი მქონდა ჩემი პროფესია იყო ჩემი სამსახური იყო სადაც ძალიან მაგრად ვიხარჯებოდი მაგრამ აი ეგ არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცა წინაღობებს რომელიც ცხოვრებაში შეხვდება გაუსწორო თვალი რა და არ ეცადა რომ გაექცე ნარკოტიკი კიდე რეალურად უფრო გაქცევა რა რეალობიდან რა და რაღაცნაირი თავის დაღწევა ოღონდ ცხოვრებას აი ესე არ შეხედო და ნუ მე აი რაღაცნაირად ვერ უმკლავდები როგორც ჩანს ფხიზელზე რაღაცა გროვდება რაც უკვე მე არ შეგიძლია რომ დაამარცხო და აი ეს სტიმულატორივით ილო სუიციდი ახსენე ქონია სურვილი ან ცდელობა აი ხო და მაგას ვამბობ რომ ესე მე არ მიფიქრია რომ ვაიმე ხა ხوار
ანუ არც დამიპირია და არც გამიფიქრია. ანუ სურვილის დონეზეც არ მქონია, რომ აი რაღაც. რა თქმა უნდა, ადამიანს ეგოცა ეგეთი რთულ რაღაცა მოცემულობაში ხარ, გაგიჩნდება აზრი, რომ ნეტა დამთავრდეს საერთოდ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი წამითაც არ მქონია ის განცდა, რომ მე ეხლა აი ეს იყო ჩემი გეგმა, რომ აი თქვი აღარ მინდა ცხოვრება, აღარ გავა. ეგეთი რამე არ მქონია. უბრალოდ აქეთა გადმოსახედიდან მარტო ეხლანდელიდან კი არა, აი ბოლო 5 წელი, ბოლო 7 წელი თუნდაც ხო, რომ ზედარებით რომ ტვინი ცოტა გამეწმინდა, რომ უყურებ გადმოსახედიდან, ხო, რეალურად მაგით ვიყავი დაკავებული რა. იმიტომ რომ ეგ უკვე რაღაცა მომენტში მე გაცდა მარტო რაღაცა ნარკოტიკი და სიამოვნების არა დიდი ხნის გამსტარი იყო უკვე მე რეალურად აი ესე შენ თავს ჩეხავ რა და რაღაცნაირად თითქოს მოლოდინში ხარ როდის დასრულდება რაღაცა ფატალურად მაგრამ რაღაცნაირად ხო გადავრჩი ეხლა რო უყურებ ჩემზე გაცილებით ნაკლებად ვინც ახლა დამოკიდებული ყველა ვიყავით მაგრამ მაინც არის რაღაც ლეველები რა ვიღაცა ძალიან საფულულია ვიღაცა ასე თუ ისე თითქოს რაღაცა მაგრამ ჩემზე გაცილებით უფრო ცოტა ხანი ვინც იყო ჩემჯდარი ასე ვთქვათ ჟარგონზე ვთქვათ რაღაცა და ვისაც უფრო ლაით ფორმებში ქონდა ჩემთან შედარებით ლაით ფორმებში ზოგან ძალიან ფატალურად დასრულდა ზოგი ცოცხალი აღარ არის ზოგი ციხეშია ზოგი თავი მოიკლა ერთმა ჩემმა მეგობარმა მაგალითად რა ბავშვობის მე კიდე აი ლალის იცის ლალი ვიზეც ვიზახის თქვენი კლინიკის პედიატრი მისი უბნელი იყო რომელმაც ასევე რა მე 10 სართულიდან გადმოხდა რა და იცი რა არის მე კიდე 1000 კუსტარული ნაგავი არის ნაგავია და ეს საერთოდ ეს ამფეტამინები და ისინი ხო საერთოდ კატასტროფაა რა მეც გამიშინჯებს და ნუ აი ყოფილა მომენტი რომ უბრალოდ ფეხზე ვიდექი და ვერ მივდივარ აი ნაბიჯს ვერ ვდგავდი რა და დამიწყო ეს გამაშიშა ფაქტიურად და ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევებია და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აი ესე მოვდივარ მიუხედავად იმისა რომ არ მსიამოვნებს ხოლმე რომ სულ მეშინია რომ ვიღაცა მაგალითად არ აღმიქოს ან არ გამომიყენოს იმიტომ რომ უსამართლობის განცდა მაგრამ რა თქმა უნდა ოღონდ რაღაცა მთლად ისე კი არა ვიძახი უზარმაზარი პროგრესი მაქვს ცხოვრებაში ეგეთი კაი პერიოდი როგორც მე ბოლო 2-3 წელი მაქვს არ მქონია რა იმიტომ რომ რაღაცნაირად გადაფასება ბავშვები გაძლიერებენ და გაცილებით უფრო გიადვილდება რაღაცებს გაუმკლავდა იმიტომ რომ ნარკოტიკი შენ ისეთი არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები გყავს ვფიქრობ რომ სხვანაირად შეუძლებელიც იყო რომ დასრულებულიყო აი ის ტანჯვა რაც შენ გაიარე იცი აი სულ მინდა ხოლმე რომ ადამიანებს ხომ და ჩემი მეგობარს ქონდა ადრე რამოდენიმე წლის წინ დიალოგი რომ როგორც აი ისა სიყვირო ერთი და იგივე წრეზე რომ მიდის რა რომ ესე რო არის ბორბალზე დაახლოებით ეგრე გზნობდით თავს და აი იმან მითხრა ეგეთი რამე რომ მე არ მგონია რომ ჩემ ცხოვრებაში კიდე მოვა პერიოდი როცა ბედნიერი ვიქნებიო აი ოღონდ როგორ ბედნიერებას ვიზახი იცი რამე მიზეზიც რო არ გაქვს აი უბრალოდ დილით რო ადგებიო ფარდას რო გადაწევო მზისხივი შემოვა და რაღაცა გაღიმება აი რო ვერ ხსნი არაფერი მიზეზი უბრალოდ კარგად ხარ შიგნიდან რო იღიმი რა ეგ აღარ მგონია რომ მოვა რა უბრალოდ თუ აი რაღაცა ზიანის შემცირებაზეა რომ ცოტა დაბალანსდე რაღაც მაგრამ აღარ ჯერა იმას იმისი რომ როდესმე შეიძლება მაგრამ მოდის მაგრამ თუ შენ თავს დროს მისცემ და რაღაცნაირად თუნდაც 1 წელი მაინც აი თავისი პრობლემებით, თავისი ჩავარდნებით, თავისი უიმედობით, თავისი აი თითოეული დღე, როდესაც რაღაცნაირად შენ აი ამ რაღაცა მარათონულ ბრძოლაში ხარ რა და თითოეული დღე, როდესაც ყოველთვის გნობ ადამიანი შენ შიგნიდან რაღაცა ნაბიჯებს, რეალურ ნაბიჯებს გავ თუ არა იმისათვის რომ უკეთ იყო მე. ყოველთვის გნობ. ისიც იცი, როდის და ატრაკებ. აი ესე ვიტყოდი რა. იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ვიყურებენ ალბათ ადამიანები ვისაც თქვათ ამიტომ ძალიან უშუალოდ მინდა რომ მათ აი როგორც მეგობარს დაველაპარაკებოდი თქვენთანაც არ მიტყდება ეგრე ვიტყვი რა და სულ მინდა უთხრა რომ არ არის ეგრე რა მე არ ვიცი ახლა სამედიცინოზე შეიძლება თუ არა რეალურად ადამიანი თქვათ 10 წლიანი 15 წლიანი ნარკოდამოკიდებულების მერე ისევ ისეთი ბედნიერი იყოს როგორც ბავშვობაში ახლა ეგ ნარკოდამოკიდებულს კი არა დიდებს აღარ შეუძლებს ამდახარ ხო იმიტომ რომ იცვლება ადამიანიც რა მაგრამ იმედის დაკარგვა და იმის თქმა რომ რაღაცნაირად ბედნიერება თითქოს შენ ცხოვრებაში შეიძლება აღარ დადგეს ესე არ არის უბრალოდ დრო უნდა რა და ძალიან დიდი დისციპლინა ჭირდება მართლა ბატონო გუგაი ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდა ილო თავის გამოცდილებაზე და ალბათ ასეთი ძალიან ბევრი შეგვხედრიათ ყველაზე მეტად აი ამ ყველაფერს მივყავართ ფსიქიკურ ჯანმრთელობის ფაქტურად დანგრევამდე. როგორ მოქმედებს ნარკოტიკი, ალკოჰოლი მათ შორის ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ხო, ჯერ პირველ რიგში მინდა ძალიან საინტერესო პასაჟი ქონდა ილოს და მას დაუბრუნდი, ანუ მან ახსენა რომ თავს გამოცდილებაზე რომ ფეხბურთით დავანებე თავი და რა. ზუსტად ამაშია საქმე, ანუ ეს ფეხბურთი იყო მისი კარგი
სწორი გზა სიამოვნების მიღების. და როდესაც მოხდა დეპრივაცია ან შეწყდა და თან სპორტი არის ისეთი ფორმა სიამოვნების მიღების ენდორფინების, რომელიც საკმაოდ ჭარბია. იმიტომ რომ სპორტი ხო არ არის მარტო ფიზიკური აქტივობა, არამედ ის არის აზარტი. აზარტი არის ყველაზე ძლიერი წყარო ჩვენთვის რაღაცა ამ ტიპის სიამოვნების მიღების და ენდორფინების. და ამიტომ როდესაც მის დეფიციტი განვითარდა, რაღაცა ისევ ექსტრემალურით მისი ჩანაცვლების მექანიზმი წამოვიდა. ეს ხა რატო შევეცადი ამის გაანალიზებას, იმიტომ რომ ზუსტად იგივე მექანიზმი უნდა ამომუშავოთ ჩვენ და შევეცადოთ ადამიანს დავეხმაროთ, როდესაც ის ნარკოტიკით, ანუ არასწორი ნივთიერებით იღებს ამ სიამოვნებას და როდესაც ესეთი ადამიანი უნდა დაბრუნდეს ცხოვრებაში, როდესაც ის ნარკოტიკს არ მიიღებს, მაგრამ მისი ბედნიერება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ისევ აღდგენადი იქნება. ანუ ყოველ მკურნალობა განწირულია იმისათვის, რომ ის რაღაცა პერიოდის მერე ისევ დარეციდივდეს, ისევ შებრუნდეს და გამწვავდეს მდგომარეობა, თუ ნარკოტიკით მიღებული სიამოვნება არ ჩანაცვდა სხვა ალტერნატიული სწორი და კარგი ფორმის. აი, რითი შეიძლება რომ ჩანაცვლდეს? ძალიან ბევრი რაღაცა და სხვა შორის მე წინააღმდეგი ვარ, რომ ადამიანებს მივიცე ხოლმე, როდესაც მეკითხებიან და არა მარტო დამოკიდებულებებზე, არამედ ნებისმიერი მენტალური პრობლემის დროს მეუბნევიან, აი გუგაექიმო რა არის კარგი, თქვა ცურვა, ვარჯიში, სიარული, ასე შემდეგ სტუმრად წასვლა თუ რა და მე მეუბნები, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს სხვადასხვა სიამოვნების მიღების, მაგალითად ადამიანს ურჩიოთ სურვა, მას ვისაც წყალი უყვარს, სხვა უყვარს, ზე უყვარს, მისთვის სურვა კარგია, მაგრამ ადამიანს თუ წყალი არ აძლევს, წყლის სტიქი არ არის, ასე ვთქვათ, მისთვის შეიძლება ვთქვათ სურვა სტრესიც კი იყოს, ხო? ამიტომ ადამიანმა პირველ რიგში თითო უნდა გამოძებნოს და თვითონ უნდა მოიძიებს რა ნიხეთებს სიამოვნებას და შეიძლება არც კი იცოდეს და ამის შესახებ არც კი იყოს ინფორმირებული, იმიტომ რომ და მაგრამ უნდა ძიების პროცესში იყოს, ის მოსინჯოს, ეს მოსინჯოს ფიზიკური აქტივობაც მოსინჯოს რაღაცა, რა ვიცი, ზოგი ხელოვნებით ინტერესდება, ზოგი ხატვას იწყებს, ზოგი კოლექციას აგროვებს, ზოგი ინჟინერი და ასე შემდეგ. ამიტომ მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციის გზა, რომელიც ჩვენ ფსიქიკას სტაბილურობას აძლევს, ეს არის ჩვენ უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული მრავლობითი წყაროების სიამოვნების მიღების. ხო, კარგია ოჯახი, კარგია სამსახური, მაგრამ ყველაფერს და კარიერა და ასე შემდეგ იქ რაღაცა ფინანსური შემოსავალი და რაღაცა, მაგრამ რაც უფრო ეს წყაროები ჩვენი სიამოვნების მეტია, ჩვენი ფსიქიკა უფრო მყარია და უფრო კარგად უძლებს სტრესებს და კარგად რეაგირებს და კარგად აკომპენსირებს მას. ამიტომ ზუსტადაც რადგანაც მაინც ადიქტოლოგია და დამოკიდებულებები არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, ანუ ჩანაცვლება ერთიანი ნარკოტიკის მოხსნა, მწვავე ფაზის გადალახვა, რომელსაც ქვია მოხსნის სინდრომი და სხვადასხვა ნარკოტიკის შემთხვევაში სხვადასხვა სირთულეები აქვს, მაგრამ მეორე არის ეტაპი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენი ფსიქიკის მოწესრიგება, რომ ადამიანს ძილიც კარგი ქონდეს, გუნებგანწყობაც დამაკმაყოფილებელი ქონდეს, შფოთვაც არ იყოს, ჭარბი ოვერსთინკინგი არ ქონდეს, არა რაღაცა ობსესიები, გამღიზიანებლობა იყოს ნორმა და მესამე აუცილებელი კომპონენტია ეს არის ჩვენი სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც არ გულისხმობს უბრალოდ რაღაცის კეთებას, რომელიც გულისხმობს ისეთი რაღაცის კეთებას, რომელიც ჩვენ იმ სიამოვნებას ოღონდ სწორი გზით და კარგი ფორმებით ჩაგვინაცვლებს. ბატონო გუგა, მიუხედავად აი ძალიან ხშირ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მცდელობისა, რატო ვერ ახერხებენ ისინი დამოუკიდებლად დაანებონ თავი ნარკოტიკს? იმიტომ რომ ამუშავებს სამი მექანიზმი. მოდით მაშინ ესე ცოტა გლობალურად შევხედოთ და სისტემურ დონეზე და შევეცდები როგორც სპეციალისტმა გავმარტო. ანუ ნარკოტიკზე დამოკიდებულება შემოდის სამი ძირითადი კომპონენტი. პირველი კომპონენტი ეს არის რაღაცის უფრო მეტის მიღების, უფრო მეტი სიამოვნების განცდისთვის, ამას ბინჯინგი ქვია, ანუ ბინჯი, აი ბინჯითინგი ეს ტერმინი ყველა ვიცით, ხო, ანუ რაღაცა ბევრის რაღაც მიღების. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად სტიმულატორების მიღების დროს ადამიანი გამოცდის ჭარბი დოფამინის განსიამოვნებას, რაღაცა პერიოდში ეს რაოდენობა სიამოვნების მისთვის ხდება, ანუ ჩვეული. ამიტომ ეს მის სწრაფის დროს სიამოვნება უფრო მეტი იყოს. და ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანები
მეტი სიამოვნების მისაღებად, ანუ იღებენ უფრო და უფრო მეტ ნარკოტიკს. და სამწუხაროდ ნარკოტიკების ასე ვთქვათ, მახე სად არის? იმიტომ რომ ეს არ თავდება და ზოგიერთი ნარკოტიკი დოზის ბევრჯერადი მატების შემთხვევაში უსაფრთხოა, ეხლა არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ რაღაცნაირად რეკლამა არ გამოვიდეს ამ ნარკოტიკის და უმეტესობა ნარკოტიკების გარკვეული დოზის მერე არის სიცოცხლესაც საშში. ამიტომაც არის ამ ბინჯინგში რო შევდივართ და უმატებთ ამ სიამოვნების წყაროებს, მერე ხშირად უკვე ფიზიკური და სიცოცხლის საფრთხის წინაშე ვდგებით. მეორე თავარი მექანიზმი, რომელიც არის დამოკიდებულებებზე, ეს არის ანუ მისი მოხსნის სინდრომი, ანუ ეს არის უკვე სუფთა ბიოლოგიურ დონეზე, ქიმიურ დონეზე, ფიზიოლოგიურ დონეზე დამოკიდებულება, როცა მათი უეცარი მოხსნა იწევს სხვადასხვა ტიპის გართულებებს და დისკომფორტებს. ეს არის ზოგიერთი ნარკოტიკის შემთხვევაში ეს არის ფსიქიკური და ფიზიკური ერთობლივად და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური კომპონენტი ნაკლებად არის გამოხატული, მაგრამ ფსიქოლოგიური კომპონენტი შეიძლება უფრო მკვეთრად და უფრო ძლიერად იყოს გამოხატული. და მესამე კომპონენტი, რომელიც აი ჩვენ როდესაც ადამიანი აღარ იღებს ნარკოტიკს, ანუ საერთოდ შემოდის მესამე კომპონენტი და ეს რჩება ხოლმე ზოგჯერ ერთადერთ კომპონენტად, ეს არის კომპულსიური ტოლვა რაღაცის მიღების. რასაც ეგრეთ წოდებულ ლომკას უძახიან? არა, ლომკა აი როცა ვანებებთ და ცუდად ხდება, ეს იყო ეს მეორე კომპონენტი. ეს უკვე დანებებია. ეს არის კომპულსიური ტოლვა, აი რაღაცას რომ მივეჩვევთ ხშირად ვაკეთებთ და აი პირობითად ეს სიგარეტზე სადული ის არის, ანუ ადამიანი აღარ აქვს ნიკოტინ დამოკიდებულება, პირობითად მაგალითად ნიკოტინს ანაცვლებს რაღაცა აბით, ხო? მაგრამ აი ის ჩვევა რომ აიღე სიგარეტს მოუკიდე ხდებით, ანუ ეს არის უკვე კომპულსიური ქმედება. ანუ რიტუალის დონეზე ჩვენ twins აქვს დამახსოვრებული და აი ეს კომპულსიური ტოლვა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე იმის რომ მოხდეს რეციდივი. ანუ რეალურად ადამიანს ამ დროს ეკითხები რომ რატომ მიუბრუნდი ნარკოტიკს და ის ვერ გეუბნება რატომ მიუბრუნდა. ანუ გეუბნება იმას რომ აღარ ქონა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აღარ ქონდა ეგრეთ წოდებული მოხსნის სინდრომი, ანუ თქვენ ესე იგი ჟარგონი ახსენეთ, ლომკა, მაგრამ მიუბრუნდა. რატო? იმიტომ რომ twins აქვს დამახსოვრებული ეს ქმედება და კომპულსიურად გაუაზრება. დიახ. და ეს კომპულსია ჩვენ ზოგჯერ გონია რომ იცით რა უნდა კომპულსიას რაღაცა მიბიძგებს და მოდი არ გავაკეთებ, მაგრამ კომპულსია ზოგჯერ და ინდივიდუალურია, ხო, ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს და ამიტომ ადამიანს აი მისი მოლოდინით გაუძლოს თელი დღე შეაკავოს, კვირები შეაკავოს, თვეები შეაკავოს ეს კომპულსია და მე წამი გაძრეს, ერთი წამი გაძრეს, 5 წუთი გაძრეს და 5 წუთში დაუშვა შეცდომა და იმ ერთ შეცდომას რა უშვებ, უკვე ისევ ახალიანი წყება ყველაფერი. ანუ მე ასე ვუხსნი ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემით მოგმართავენ და რატომ არის პროცენტი საკმაოდ დაბალი განკურნების ვიდრე შედარებით ნებისმიერი სხვა თუნდაც ძალიან ძიმე მეტალური პრობლემა. იმიტომ რომ ამას ვადარებ ხოლმე სიმაღლეზე, ეკლდეზე აცოცებას და ასვლას. იმიტომ რომ სამწუხაროდ ხშირად ის ერთ შეცდომას არ პატიოს. იმიტომ რომ რაღაცა მიდიხარ ერთი თვე, ორი თვე, ერთი წელი ადიხარ ზემოთ და აი ერთი შეცდომა გიჯდება იმათ, რომ არა უკან დაიხიო ერთი ნაბიჯით არინობი, ორი ნაბიჯით, არამედ საკმაოდ მკვეთრი ვარდნა ქონდეს და მე ყველაფერი ახლიდან დასაწყებია. და აი ეს კომპულსიის მომენტი რაც არის, ანუ ეს ტოლვის რაღაცა ქმედების გაკეთების ზუსტად აგერთვება აი ეს რეაბილიტაცია, ალტერნატიული სიამოვნების წყაროები, რომელსაც შეუძლია ეს ჩვენი კომპულსიური ტოლვა მკვეთრად დააბალანსოს და დაასტაბილუროს და გაცილებით უფრო დიდი რემისია და შეიძლება სრულ განკურნებამდეც მივიდეს. ივა, ბატონო, უგამ ჩამოგვითვალა ეს განკურნების გზა. როგორი იყო შენი რეაბილიტაციის პროცესი? მე რამდენიმე ცდილობა მქონდა ხელოვნური დამოუკიდებლად მქონდა რამდენიმე მცდელობა? დამოუკიდებლობაც მქონდა, ხო, მაგალითად სახლის პირობებში ვცდილობდი ჯერ კიდევ სანამ ბოლომდე სერიოზულად მექნებოდა პირველად რომ გავდიოდი, მაშინ ეგეთ პრეპარატი იყო ლირიკა. და თავდაპირველად ეს იყიდებოდა სააფთიაქო ქსელში. ჩვეული არა ფსიქოტროპულში, არამედ ჩვეულებრივში. მე რაღაცა პერიოდი ეს აიგზალა, მე ფსიქოტროპულში იყიდებოდა ჩუმად და მე იქაც აიგზალა და ნუ ეხა არ ვიცი რა სიტუაცია, მაგრამ თავის დროზე
მაგანაც თავისი დამოკიდებულება გამიჩინა რა, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ 2 კვირის განმავლობაში აი პირდაპირ კედლებზე დავდიოდი, ისე ცუდად ვიყავი. მე როცა მეტადონს ვიღებდი მაშინ რამდენი წელი იყავი ამ პროგრამაში? მეტადონში ვიყავი 7 წელი. და მოკლედ იქ თუ 6 აღარ მახსოვს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს წლები რა და მე მახსოვს რომ ძალიან დამტანჯა კონკრეტულად მეტადონზე აი რაღაცა იქ 1000 კიდე რაღაც ფაქტორია და მინდოდა ძალიან დაემთხვა ამის გაცნობას და მაგ მომენტში კიდე უფრო მეტად მინდოდა რომ რაღაცნაირად გზნობდი რომ ეს ადრე თუ გია პრობლემები შემიქნის მეთქი და მინდოდა რომ შევშვებოდი და გამოჩნდა ერთი ადამიანი რომელმაც მითხრა რომ ეგეთი რაღაცა დაინე ეგეთი მეთოდია დანერგილიო ეგეთი ებრაელი ქიმია ვაისმანი რომელიც ისრაელში და შვეიცარიაში აკეთებს ამ რაღაცა ნალტრექსონით კურნალობენ და ხელოვნურ კომას ეძახდნენ ეს ეხა გლეხურად რო თქვა ეგრე მოვიდა ადამიანი და მითხრა რომ იცი არის შენ რომ ეხა გადაგდებას ეცდები შენ რომ დაწვე კლინიკაში ხო ნუ მათ გადაგაგდებინებენ ფიზიკურ ლომკას ხო მაგრამ მე რა შვები ის ტვინი რაც თქვენ თქვით რომ დამახსოვრებული სადღაც თუ გენ მაინც მოგთხოვს იმას მოშივდება და თავისი საჭმელის დოზა მოუნდება და აი მეო ამ ხელოვნური კომითო ანუ ამ ნალტრექსონთან ერთადო როცა ამ პროცედურას გაივლი და მე 6 თვე იქნებიო ნალტრექსონის ყოველდილით მიიღებ, ნუ მე ჩათვალეო რომ თითქოს არც არასოდეს მიიღიო. თან მაშინ ახლა ტელევიზიების ამბავში ჩემთვის თული იყო რა 2 თვით და ეს ერთ თვენახევრით ესე ვერ მიუძღვნიდი თავს თუნდაც ეგეთ წმინდა ამბავს როგორიც წამალდის შეშვებაა და ლომკის გავლა. ხო, იმიტომ რომ მაინც ეს შიშებიც გააქვს მაგ დროს რომ იქნებ დაკარგო ეს და მე ის გადააგდო და დაბრუნდე და არავის აღარ ჭირდები. ეხლა ხიზელგონებაზე აბსურდია რატო არ დაჭირდე პირიქით უფრო მიგიღებენ. იმ მომენტში გააქვს ეს შიშებიც რა რაღაცნაირად და მაშინ მახსოვს რომ ეს გავიარე, მაგრამ იმდენად არასწორი იყო და ისეთი ლეგენდების ხორბლი გავხდი და იმდენი რაღაცა უაზრობა ითქვა და იმდენი კულიც თან მან რა. მე მეთოდოლოგიაზე არაფერს არ ვამბობ, მაგრამ იქ იყო, იმიტომ რომ ლევად კეთდებოდა მაშინ, არ ვიცი ახლა როგორ კეთდება, მაგრამ მაშინ ლევად მიმართე ამ მეთოდს? ხო, მიმართე მე ვიწექი, ანუ 6 საათი ვიყავი ამ ხელოვნურ კომაში რა და ნუ რომ გავიღვიძე ერთი დღე საერთოდ ოჯახეთში ვიყავი, ანუ მეგონა რომ адам ყრივ მასად არ აღვიქვავდი თავს. მეგონა რომ სითხე ვიყავი რა. ეგეთი საშინელი განცდები იყო. ერთი დღე გამაფრთხილეს პრინციპში რომ ცუდად იქნებიო. მე როგორც წესი მან მინიმუმ 10 დღე მაინც უნდა იყოს პაციენტი, იმიტომ რომ იქიდან რომ ეწერება უკვე უნდა იყოს რაღაცა კონდიციამდე მისული რეაბილიტაციის რაღაც გარკვეული კურსი უნდა გავისწავლოთ და მე უშვებენ სახში. ჩვენთან იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი ლევად კეთდებოდა და არ შეიძლებოდა იდეაში. ანუ მე გამომწერეს მეორე დღესვე და აგერ აქეთ ანის ვეჭირე იქით მამაჩემს და ნუ აი ესე პამპერსებით მივიყვანეს სახში და 3 დღე აი ეგრე პამპერსებში ვისაქმებდი ბოდიში ეგეთი დეტალებისთვის, მაგრამ ეგრე ვიყავი და ნუ ფეხის საშინელი ტკივილები რაღაცა და ნუ მაგ პერიოდში მეტადონიდან გამოვედი რა. მე კიდე რაღაცა ჩავარდნები მქონდა 1 წლის მერე, ოღონდ სხვა რაღაც პრეპარატებზე იმაზე ამაზე და ნუ კაი ხანი ესე წვალოდი. მან ერთი რაღაცა კიდე რა იქნდა რომ გამოვეხმაურე ამბავს რომ როცა რაღაცნაირად ადამიანის შეწყვიტავს და მე ისე უბრუნდება, ხო? ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც გარდაიცვალა მე სამწუხაროდ აი ეგეთი წამლისგან, ოვერდოზისგან და მაშინ მახსოვს, რომ ერთი პერიოდი მართლა არ ეკარებოდა წამალს, მაგრამ იყო ეგრეთ წოდებულ დივიჟენიაში. ანუ რასაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვება და ეს მაშინ ისეთი რაღაცა თემა იყო, რომ მართლა დაჭერის ზღვარზე იყავი, მე იქიდან, ანუ ადამიანები იყვნენ, რომლებიც აი მართლა რო შემიხედია, მithქვია, რომ მეთქი ბიჭო, ეგ შენი ნიჭი, სადღაც სხვაგარო წაიღო. ეს შენი რაღაცა დაორგანიზების და იქ წასulis იქიდან იმას დელი ის იყო რა, რაღაცა გენერალ სიმუსი იყო აი ამ ამბის რა და თვითონ არ ეკარა ნარკოტიკულ საშუალებას არ იღებდა, მაგრამ სხვებს ეხმარებოდა ამის შოვნაში, იმიტომ რომ ცალკე კიდე ეგ ამის შოვნა კიდე ამაზე დამოკიდებულს ხდის. იმდენად რაღაცნაირად წყალებში აზარტულია, რომ იქ რაღაცა ბეწვის ხიძე რაღაცა იქ დაურეკე, მე ამას შევხვდი, იმას გათიშული აქ ხა იქ კიდე პარალელურად ჩავიჩავს იქ რაღაცა, იქ რაღაცა. აი მაგის თქვა მინდა, რომ უცნაური მოვლენაა, ხო? ანუ მართლა არ ეკარებოდა, მაგრამ ამაზეც იყო დამოკიდებული და კომპლექსში იმდენი რაღაცა. მე რომ ამ ყველაზე მეტად ყოველთვის მეშინოდა იმ პერიოდის ფიზიკურ ლომკას გაივli. ხო, ნუ რა არის ხა მთელი ცხოვრება წინ არის ხა 3 კვირამ რა უნდა გიქნას, ხო? ხა ესე სათქმელად ვილია, მაგრამ არის რაღაც საშუალებები იქ რაღაცას გაგიკვირჩებენ კლინიკაში დაწვევი დოზი ჩამოხვალ. მოკლედ ფიზიკური ლომკა ისეთი პრობლემა არ არის, როგორიც მერე პოსტ მდგომარეობა რა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურ სიცარიელეში ხარ, არაფრის იმედი არ აქვს. ხვდები,
ერთი კვირა გავა და ყველა იტყვის რომ რა ყოჩაღი ხარ, რა მაგარი ხარ და აი პირველად დოზას რომ მიიღებ, რომ ირგული ის ადამიანები, ვინც ამდენს გაკრიტიკებდნენ, ის ადამიანები, ვინც გლანძღავდნენ, გთათხნავდნენ, იმედგაცრუებულები იყვნენ შენით და იგივე ადამიანები, ვინც შენ რაღაცა და მე უცებ აი ამდენი იმის მერე რომ ეს ადამიანები მოდიან და აი ხა რაღაცა ყოჩაღ და აი ხედავ შეგიწლებია რაღაცა მე ეს ერთი კვირა ხარ აი ეს გაძლიერებს მაგრამ მე ცხოვრება გრძელდება ხო ხა ადამიანებს მე ვიღაცას თავისად საფასო საქმეა და შენ რჩები აქ და ვერაფრით ამ სიცარიელეს ვერ ივსებ და ამიტომ რომ დრო გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ამიტომ რომ შენ 2 კვირის თავზე და 3 კვირის თავზე აი სიცარიელეში რომ ყველაფერზე რომ ესე ხარ ძალიან დაუცველად აწგზნობ თავს ხო იმიტომ რომ რაღაცა ნაცარული ანტიდეპრესანტები დაგინიშნონ მაინც ხარ რაღაცნაირად და აი მაგ დროს არის მნიშვნელოვანი რომ იმედი არ დაკარგო და არ აყვე ამ პანიკას რომელიც გაფიქრებინებს რომ ისე ვიყავი ცუდად ვიყავი მაგრამ ვიყუჩებდი მაინც ამ ტკივილს ასე რა მაინც ცუდად ვარ ახლა ხო შევეში მაინც ცუდად ვარ ხალხი ისე ვიგივენაირად ხალხი მაინც დამიკიდეს აღარ მირეკავენ აღარ მკითხულობენ რაღაცა და აი მაგ დროს არ უნდა იჩქარო რა და ეგ რო არ იჩქარო პირველ რიგში სანამ შეეშვები კარგად უნდა ქონდეს გააზრებული რომ ამას აკეთებ შენთვის ამას თუ აკეთებ ცოლისთვის და თუ აკეთებ ვიღაცისთვის იმხელა ეფექტი არ ექნება შეიძლება ეგენი დამატებითი мотиваციები იყოს რომელიც გაგაძლიერებს მაგრამ საწყისი მაინც უნდა იყოს რომ შენ თავს უნდა ისწავლო ნელ-ნელა შენი თავის შეყვარება აი როდესაც ამ ნარკოტიკებს შეეშვებ მე რეალურად აი როგორც პატარა ბავშვი იწყებს სიარულს აი ზუსტად იგივე პროცესს გადიხარ რა ახლიდან იწყებ ცხოვრებას ახლიდან სწავლობ ნდობას ახლიდან იწყებ ფიქს როგორ შეიძლება რომ სხვა ალტერნატიული წყაროები მონახო რომ სიამონება მიიღო და ახლიდან ილო ახსენე ადამიანები ოჯახი რამდენად მნიშვნელოვანი არის ოჯახის ჩართულობა აი ამ პროცესში მნიშვნელოვანია მაგრამ ყოველთვის პოზიტიური კუთხით არ ხდება ეს ხან შეიძლება ოჯახის ხელისშემშლელი ფაქტორიც იყოს თუ არასწორად კეთდება იმიტომ რომ რეალურად შენი ოჯახის წევრები ძალიან ახლო ხო ვინც არიან თანადამოკიდებულები რაც ასევე კიდე პრობლემაა და მნიშვნელოვანი ამიტომაც არის რომ უკვე კარგია რომ არა მარტო დამოკიდებული მიდის არის სპეციალური კიდე რაღაცა თქვათ ადგილები სადაც თანადამოკიდებულებებსაც აქვს შეკრებები და როგორც ანონიმური ასე 12 ნაბიჯის ხალხი NA არის გამოსავალი სადაც იკრიბებიან და უყვებიან და უზიარებენ თავიანთ кейსებს და ამბებს ხო ზუსტად ეგრე თანადამოკიდებულებებიც მაგალითად მეუღლეები იქნებიან თუ ქმრები თუ ცოლები თუ დედები თუ შვილები და ისინიც უზიარებენ და ისიც დამოკიდებული და ისიც არ არის ბოლომდე საღაზრზე ხო ამიტომ რომ 1000 ტკივილი აქვს გავლილი შენთან ერთად და ასე შემდეგ ხო რა უბრალოდ რომ უნდა მიცეთ ჩვენ თავს და რაღაცნაირად მე შედეგი დგება ბატონო გოგა რამდენად მნიშვნელოვანი არის ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესში ფსიქოთერაპია და ფსიქიატრის ჩართულობა ნუ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ნარკოლოგია და ადიქტოლოგია არის ფსიქიატრის ერთ-ერთი მიმართულება სოფლიოში ყველგან ესეა და ჩვენ ფსიქიკა და ზოგადად ფსიქიკის სტაბილურობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ მათ შორის ადიქტოლოგიის მიმართულებით იმიტომ რომ თუ მარტო მიზანი არ არის ის რომ უბრალოდ შევწყვეტოთ ნარკოტიკი არამედ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა ფსიქოლოგიური ბუნებრივია ჩვენ შეიძლება აღარ ვიღებდეთ ნარკოტიკს მაგრამ ჩვენ შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი დისკომფორტი რომ ქონდეს დარღვეული ძილი, ქონდეს შფოთვა, ქონდეს გუნებგანწყობა, დაქვეითებული ან ცვალებადი ადულად გვეცლებოდეს ჩვენი გაღიზიანების მექანიზმები და ბრაზის კონტროლის იყოს დარღვეული და ეს ვერაფრით ვერ მოგწევს ჩვენ სტაბილურობის განცდას. ამიტომ აი აქ ჩართულობა და აი მედიკამენტებზეც აი წაღან ილომ ახსენა სწორი მოთხოვნა უნდა ქონდეს, სწორი მოლოდინი. უყურეთ მედიკამენტს არ შეუძლია რომ ჩვენ ბედნიერება დაგვიბრუნოს ისევე როგორც ნარკოტიკის შეწყვეტას. ნარკოტიკს ჩვენ რო წყვეთ, ჩვენ ვიშორებთ ჩვენ ტერს ჩვენს ძალიან ცუდ ნივთიერებას, რომელიც უბრალოდ 100%-ით გვიბლოკავს ჩვენ გზას ბედნიერებისკენ. ეს არის პირველი ნაბიჯი. მედიკამენტზე ჩვენ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ მედიკამენტს არ შეუძლია ჩვენ ბედნიერება დაგვიბრუნოს. მედიკამენტს არ შეუძლია ჩვენ სიამოვნება მოგვანიჭოს. მედიკამენტს შეუძლია მოგვაშოროს დამატებით ის სიმპტომები და ხელისშემშლელები, რაც ჩვენ ამაში ხელს გვიშლიდა. ანუ მოგვაშოროს პირობითად დეპრესია, რომ დეპრესიული არ ვიყოთ, მაგრამ დეპრესიის მოშორება ავტომატურად არნიშნავს და დაბლოკა და ამისგან განკურნება, რომ ჩვენ ხალისი დაგვიბრუნდება ბოლომდე, იმიტომ რომ ხალისი უკვე უნდა მოიტანოს რაღაცა ცხოვრებისეულმა ფაქტებმა. და ადამიანს, რომელსაც აქ გამოცდილება, რომ ძლიერ
გამღიზიანებაზე, ანუ ნარკოტიკზე ძლიერი სტიმულაცია ჭირდებოდა, რომ მიიღოს სიამოვნება, მაგალითად სტიმულატორებზე, ხო? მას შეიძლება ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი სტანდარტული სიამოვნების წყარო მისთვის არ იყოს საკმარისი და აქ შემოდის ზუსტად აზარტი. ანუ ადამიანმა ერთი ტიპის ცუდი აზარტი უნდა ჩაანაცვლოს დადებითი სხვა პოზიტიური აზარტი. მაგალითად სპორტით. სპორტით, აი მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ადამიანისთვის, რომელთაც, ანუ მისი ზღურბლი მაღალ დონეზებს და მაღალ შეგრძნებას, მაღალი რეგისტრის შეგრძნებას არის მიჩვეული, თქვათ მისთვის შეიძლება ჩვეულებრივი სეირნობა ან ფეხბურთის თამაში ვერ იძლეოდეს იმხელა ტიპის აზარტს, ხო? და ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა უფრო მეტად ესეთი ექსტრემალური სპორტი იყოს მისთვის დამაკმაყოფილებელი და სიამოვნების წყარო. მაგრამ ეს ექსტრემალური შედარებით სპორტი, ხო, ზოგადად პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ სამაგეროდ ამ ადამიანს იმ სიცარიელეს ამოუსებს, რომელიც სიცარიელეშიც ადამიანი მოხვდა, სადღაც ბუფერში ხვდება ადამიანი, როდესაც ყვეთს ნარკოტიკს. აღარ არის ცუდი სიამოვნების წყარო, მაგრამ აღარც აღარაფერი აღარ არის. და ეგ ზუსტად შემოდის კიდე мотиваციური ნაწილი, რომელიც მარტო სიამოვნების წყაროებზე და ენდორფინებზე და დოფამინზე რო არ ვისაუბროთ, რა არის мотиваცია? მე ყოველთვის ვეკითხები ადამიანს, რა არის მისი мотиваცია, რატომ მოვიდა ჩემთან? იმიტომ რომ არ არსებობს ნარკოდამოკიდებული ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს და რაღაც დონეზე მეტად ან ნაკლებად ვერ აცნობიერებდეს, რომ ეს მისთვის ცუდია. ყველა აცნობიერებს, მაგრამ მარტო იმის გაცნობიერება, რომ ეს ცუდია, არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მე გრძელვადიანად გამიჩნდეს სწორი мотиваცია და სწორი ნება, აი ნების ყოფას რო ეძახით, რომ გრძელვადიანად წინ წავიდეთ. ამ გრძელვადიანი ნების ჩამოყალიბებისთვის არა მარტო ეს რო ცუდია, ეს არის საკმარისი, თუნდაც ამის ძალიან კარგად მასშტაბურად და გლობალურად გააზრება, არამედ რაღაცა პოზიტიური კაუჭი გჭირდება, რომელსაც მოვეჭიდებით. მაგალითად შვილი, ოჯახი, ასე შემდეგ, ძალიან მიზანი რაღაცა, ან თუნდაც პირობითად სპორტული კარიერის დაბრუნება და აი, როდესაც ამ პოზიტივს ჩვენ გამოვდებთ, კაუჭად ჩავჭიდებთ, ის იქნება გაცილებით უფრო მყარი, გაცილებით უფრო რაღაცა მიზანი იქნება, საერთოდ წავალთ და მან შეიძლება სულად და სამუდამოდ და ბოლომდე ჩაანაცვლოს. აი ზუსტად ეს უნდა მეკითხა ბატონო გუგა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სამუდამოდ დაამარცხოს ადამიანმა ნარკოდამოკიდებულება? სრულიად შესაძლებელია, თუ ადამიანი სწორად ჩაანაცვლებს სულ წყაროებს კარგი წყაროებით. და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ადამიანებმა მოძებნეს სწორი გზა, რომ მიიღონ იგივე სიამოვნება, ოღონდ სწორი გზით. და მე ბევრ პაციენტს ვიცნობ თქვენსაც და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. სიამოვნების და ასე ვთქვათ, არ მინდა ღეჯარგველი გამოვიყერა და გიგოს არ გავუჭირდა, მაგრამ აი ვთქვათ, არო ისევე კარგად იკაიფოს. პოზიტივი და ცხოვრება. ხო. აი მე ვიცი მაგალითები NA-ში, ერთხელ ვიყავი 12 ნაბიჯი ვარ და ეგეთ შემთხვევები არის ადამიანი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს, 21 წელი არაფერი არ უკნია და მიუხედავად იმისა, რომ ძიმე ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, დადიოდა და კიდე არიხებს. ანუ ხო შეუძლია რომ ადამიანმა იფიქროს, რომ აი რა აზრია, ხო, ნუ ისე ვიძახი, რომ თუნდაც დიაგნოზიდან გამომდინარე თქვას, რომ აი ბოლო 21 წელი და იმდენად დიდი ხანი გავიდა, რომ აი ესე უცხოებსაც ეხმარება და მთლიანად ეს ანონიმური ალკოჰოლიკების თემა რაც არის, ალკოჰოლიკებიდან დამოკიდებული ხალხის თემა რაც არის, დაიწყო ეგრე რა, რეალურად რომ ორი მეგობარი, რომელიც ერთმანეთზე ზრუნავდა და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა უსურვოთ მაგ ადამიანს ვიზე შენ ამბობ პირველ რიგში შეშვებულის რომ ეგ არ გეგონოთ ხალხო რომ ვიღაცას ვერ შეეშვება და ეს ბუნებაში არ არსებობს და კიდე ერთი პრობლემა რა რომელიც ხშირად ეჯახება ხოლმე რომ აი მე და ჩემი მეგობარიც რომ დრამატიზმით საუბრობთ რომ ოდესმე კიდე ვიქნებით ბედნიერები კაცო მასე ხა ჩვეულებრივ ადამიანებსაც ტკივათ ჩვეულებრივ ან არადამოკიდებულ ადამიანებსაც აქვს პრობლემები რომლებსაც ეზარება ისინი შეიძლება დამოკიდებულები იყვნენ ტოქსიკურ ურთიერთობაზე ვიღაცა ტელეფონზე ვიღაცა ტელევიზორზე დამოკიდებულები ძალიან ბევრი ფორმა არსებობს, ხო? მარტო ნარკოტიკები არ არის. შეიძლება ნარკოტიკებში უფრო ფატალური შედეგი მეტია, თქვა, მაგრამ მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ მაგალითად და ეხა არის შემთხვევები, როდესაც სოციალებზე დამოკიდებული ადამიანები ის იმდენად არიან, რომ მე თავდება ძალიან ცუდი შედეგებით, მაგალითად, ხო? ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც შვეიცარიაში იყო, თუ სად იყო, რომ დაიწვა ის რაღაცა ბარი და ხალხი უღებდა ამას.
ანუ იმდენი ხანი უღებდნენ და ისეთი აზარტი ქონდათ, რაც შეიძლება ეს მე რომ რაღაცა რომ იქ ნუ რო წამოსულიყვნენ, აი 5 წუთი რო გადაიღოთ და მე წამოსულიყვნენ გადარჩებოდნენ და 21 ადამიანი შეეწინა ამ ამბავს. ამიტომ დამოკიდებულებას ბევრი ფორმები აქვს. ხადია, მაგითო დავიწყე ზუსტად ამითი რომ სხვა მაგრამ ხო, ანუ არის უამრავი შემთხვევა და ეს ძალიან დიდ мотивაციას გაძლევს ადამიანს, როდესაც ისმენ ასეთ кейსებს და ასეთ იმას რომ 21 წელი და 15 წელი და ნუ ისეთი შემთხვევები ყოფილა. ემინემი ავიღოთ აგერ ამდენ ადამიანს აძლევს იმეც, იმიტომ რომ უკვე მე მგონი თუ არ ვცდები 20 წელია გასული და მას აქვს 10 წლის ანუ რაც სიფხიზლის 10 წლის თავზე იქ სპეციალურ ჟეტონებს გაძლევენ რა, ითქვა ერთი თვის შეშვებულზე რაღაც ჯილდოსავით იღებენ ერთი წელი მე რაღაცა და 10 წლის თავზე და თავისი ალბომის ყდას ქონდა ეს მონეტა, რომელიც მან 10 წლის სიფხიზლის თავზე მიიღო. ადამიანი რომელიც არათუ მიიღებდა, არამედ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აგიტაციასაც ეწეოდა, რომ რაღაცა კარგია და აბა როგორ და იმიტომ რომ მაშინ რაღაცა, იმიტომ რომ მაშინ ეს დედამისის ტრაუმები მის ტექსტებში და იმაში ძალიან ბევრი ტკივილია რა და ხო ამობ ანუ მე ამ ტრაუმებს რო ვერ ერევი, მე შენ ამას რამდენჯერ ყოფილა რომ თეატრალურში მაგალითად ბიჭებთან კასტინგზე მიდიხარ და რაღაცას იღებ რომ არ ინერვიულო და უფრო თითქოს ისე იყო და ამ დროს ეს გართმევს ყველაფერს რაც შენში არის კარგი, რაც შენში ნიჭია, სინათლეა, ხალისია, აი რაღაცა ყველაფერს თან მიმდევრულად ჭამს შენში და მე რაღაცა ნუ აი გამოფებ ამ მდგომარეობაში. თავიდან ყველაფერი მოჩვენებითად ეგრეა ხა ხო ანუ და სხვადასხვა ნარკოტიკული ისეთი სტიმულატორები გინდა თუ ეს გინდა თუ ის გინდა და აუფიქრობ რომ რაღაცა მაგრამ ну ყველასთან ერთი და არ არსებობს ახლა გამონაკლისი რა ყველას ავნებს ეს რა ილო გითხარი როგორი არის ჯანმრთელი თვალით დანახული სამყარო და რას ურჩევ იმ ადამიანებს რომლებიც დღეს აი ამ შენს გზას გადიან ანუ ყველაფერი პირობითია რა ადამიანი შეიძლება არ იყო ნარკო დამოკიდებული მაგრამ ჯანსაღად მაინც ვერ უყურებს საკითხს ჯერ პირველ რიგში ყველანი ძალიან სუბიექტურები ვარ და მე კიდე ისეთ საკითხი ხდება ხოლმე მიდი და გაიგე ხა ჯანსაღად თულია, თუმცა ხვდები რასაც ამბობ და რა თქმა უნდა განსხვავდება. ანუ სამყარო მაშინ, როდესაც მე ქუჩაში ვიყავ და ჩემი ყოველი დილა იმით იწყებოდა, რომ ეხლა სად დავრეკო, ფული სად ვიშოვო, ასე თქვა და ვის იქა ესა ვაიმე ხო არ დამჭერე. ყველა მოკაკუნებაზე შიში რო შეიძლება პოლიცია, ყველა რაღაცა სიტუაციაში ისა, რაღაცა რო გირეკავს და 1 საათი მაინც შენი მეგობარი ვერ იყო, რაღაცა ცუც ვიქრობ. ანუ 1000 უბედურება. და რა თქმა უნდა ეგრე არ არის. ჯერ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, წინ კიდე ბევრი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ამის გაცნობიერება თუნდაც რო დიდი გზა მაქვს კიდე გასავლელი, იმიტომ რომ მე ცოტა ახლა პერფექციონისტი ვარ, მინდა რომ აი მართლა, როდესაც როგორ თქვა რა, აი მე გეგმაში მაქვს რომ ფეხბურთს დაუბრუნდე, ოღონდ რა კუთხით, ახლა მე იმ ასაკში ვარ, ახლა პროფესიონალი ფეხბურთელი ვერა, მაგრამ აი ტარდება ტურნირები, ხო, რაღაცები თქვა, ვეტერანთა, იქი ეს მინდა აუცილებლად, იმიტომ რომ იმდენად გადაუხარშავი, მაგ აი ჯერი რომ წაყვანი მიყავდა სტადიონზე და რო ვიყავი, ცუდად გავხდი რა. ანუ აი ეგრევე გულიამიჩუკ და ეგრევე ისე, მაგრამ არ უმჩნევდი ბავშვთან, იმიტომ რომ მე როდესღაც მეგონა რომ ეს მე დროთა განმავლობაში გადავიდა, არა, მე უბრალოდ ვეცადე რომ თურმე კარგად ამევიწყე და სადღაც ეს ფაილი ფეხბურთის ავიღე და სადღაც ესე ჩავტენე რა, მაგრამ ადრე თუ გვიან კარადაში რაღაცებს ტენი ხო გამოვარდება. ხო და ეგეც ესე ვარდება და არ მქონია გადახარშული, ამიტომ მაგას ვაპირებ რომ მე ახლიდან ეს ფეხბურთი როგორც ჩემი ცხოვრების იმაზე უფრო დიდია ვიდრე მე მეკონა რა. ხო და სხვათა შორის აი ხო სახიობაც არის წამტელეწამყვა ყველა მე რაც ფეხბურთიდან სიამოვნება მიღებული, როგორც ფეხბურთზე მიხარო და მისვა და როგორც ფეხბურთის გოლის დროს რო თან ნაპირობებში ახლა მაშინ გოლს, მაგრამ აი რო გეხუტებიან და გოლ და ხანთელი ღამე რო უცნებობ იმაზე მე ნავარჯიშებზე გადავიდე ხილი ჭამე. აი თავად ამაზე დიდი სიამოვნება არ არის. სამწუხაროდ ადამიანს ჩვევია რომ როცა ამხელა სიამოვნება და ვერაფასებ, იმიტომ რომ ნუ ახლა რაღაც და მე კი ეხლა კონცენტრირებული ვარ ჯერია რომ ყურებამდე შეყარებული ფეხბურთზე და მინდა რომ მართლა ჯანსაღად გვერდში დაუდგე და მართლა რასაც მე ვნატყვილობდი ჩემთან მიმართებაში ჩემ მშობლებს რომ მეტი ყურადღება გამოევლინათ და მეტი მხარდაჭერა ამ სპორტის მიმართ ეხლა მე მაქვს ის რომ მე მინდა მას მაქსიმალური ჩადო რა თქმა უნდა და რაც თავარია მე რომ საკუთარ თავზე ამდენი ცუდი მაქვს გამოსტილი და დრაგების კუთხით და რაღაცა მინდა რომ ჩემ შულს ან რაღაცნაირად ეს რაღაცაში მაინც ხო გამომადგეს იმ კუთხით რომ გაუყვალო მას გზა ისე რომ ის კი არა რომ მე უთხარო შვილო აი ამ ოთახში შედი ოთახში ოღონდ აი თუ ნარკოტიკს და ეკარე ეგრე არა ეკარე უნდა შენ თვითონ ისე უნდა წაიყვანო რომ მას ამის სულიც არ გაუწდეს და რაღაცნაირად ყოველთვის თულია ბოლომდე დაიცვა ისიც დიდი გაიზრდება ცალკე ინდივიდი იქნება მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ რაღაცნაირად მშობლები კონცენტრირებულები არიან და არა მარტო საკუთარი სიმართლეში ცხოვრობენ, არამედ თქვა ხანახან თერაპევტთან და ექიმებთან აქვს,
ურთიერთობა, საკუთარ თავზე მუშაობენ, უსმენენ სხვადასხვა მშობლობაზე, თქვა სხვადასხვა თემატიკაზე, სხვადასხვა პოდკასტებს, ლოკალურად თუ გლობალურად. ანუ მუდმივად როცა მშობელს გაქვს თუ გინდა რავი ChatGPT იყოს, მაგრამ ანუ შენში რომ მოთხოვნილებაა, რომ კიდე უფრო უკეთეს მშობელი გახდე, კიდე რამეს ხო არ მაზავ, რაღაცა შეცდომას ხო არ უშვებ, ზედმეტად ხო არ გაქვს ყურადღება, იმიტომ რომ შენ გაქვს და ეხლა ეს კიდე ცალკე პრობლემაა რა. ამიტომ ყველაფერი ბალანსია რა და ამ ბალანსს რომ მიაღწიო, აუცილებლად ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში შენი მუშაობა საკუთარ თავზე ძალიან. შენი შვილი ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა შენ ხარ კარგად. ილო ახსენე შვილი და მე მინდა რომ შენ აგრე ხლა შვენი ეთერის საშუალებით ურჩიო ახალგაზრდებს როგორ უნდა მოიქცნენ, იმიტომ რომ საუბედუროდ დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს კლუბურ ნარკოტიკსაც, არაკლუბურ ნარკოტიკსაც, რას ურჩევ ამ ახალგაზრდებს? პირველ რიგში მე იმედი მაქვს, რომ არ ვწდები და უკვე აღარ არის ესეთი ტრენდი კი არა და ტენდენცია ადრე იყო ეგეთი გაგება, რომ როდესაც ქუჩის ნარკოტიკები იყო და 90-იან წლებში ეს სხვადასხვა ისინი ჰეროინი, სუბოტექსი და ასე შემდეგ. ეს იყო ერთი, ოპიატები, ხო თქვა. მე რაღაცნაირად ისეთი შემოვიდა, რომ აი, იცი რა არის თუ ექსტაზი, ვთქვათ, კოკაინის სხვადასხვა სტიმულატორები მიიღე, ეს ეხლა ევროპაშიც ხდება რა, ეხლა იქ ხალხი მუშაობს და მერე პარასკევ შაბათს ისინიც ვთქვათ ერთობიან და რაღაცა მომენტში ისე იყო მიჩნეული, რომ თუ რაღაცა კლუბური ნარკოტიკები იმხელა პრობლემად არ ითვლებოდა, იმიტომ რომ ის იყო მთავარი, რომ ის კრიმინალზე იყო მიბმული და ვთქვათ, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი მიღება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, მაგრამ მერე დროთა განმავლობაში ეს ხალხი დარწმუნა, ჯერეთი ის კლუბში რომ იღებდა, მერე ის ნელ-ნელა სამსახურშიც მიდიოდა MDMA-ის სხვადასხვა ადამიანები და ექსტაზებულები, რომ რაღაცა გესმით და მაინც გინდა არ გინდა გაგექცევა, ესე რთულია შენარჩუნება რა, არ ვიცი, ზოგან შეიძლება ვინმე ახერხებს მაგას, მაგრამ მაინც ყოველთვის რისკის ქვეშ უფრო დიდი რისკების ქვეშ დგები. ამიტომ მე პირველ რიგში ვეტყოდი, რომ არ დაუშვან ის შეცდომა, რომ არ იფიქროთ, რომ კლუბში მიღებული ნარკოტიკები ნაკლებად საშიშია, ეხლა თან ისეთი დროა, ვინ რას ურევს, რა ათასი უბედურება შემოდის და ვინ რას კიდე იქ რაღაცა რომ გააბევროს და ასე შემდეგ და აქ იმაზე კი არ არის ხალხი ჩემო პატარა და უსაყვარლესო მეგობრებო არ არის ეს იმაზე რომ იცით რა არის ორი კვირა გავა და ერთი თვე გავა და მოასწრებთ თუ არა ლომკის აკიდებას არა აქ იმაზეა რომ თითოეული მიღება შეიძლება გახდეს უბრალოდ ლეთალური მიიღო და მორჩეს იყო ეგეთი შემთხვევები ძალიან ახალგაზრდები 18-19 გოგო ბიჭები როდესაც ესე მიიღეს თვითონაც არ იცოდნენ რა იყო ვიღაცამ შესთავაზა მეც ვერ ვილობ იმიტომ რომ სესილი 16 წლის არის უკვე და ისეთ ასაკს უახლოვდება მაგრამ აი ჩემი თხოვნა იქნებოდა რომ თუ ვინმე გეტყვით ან თქვენ თვითონ დაასკვნით ხო მე რა ისა მაქვს ეხლა თქვა უფლება რომ რაღაცა მაგრამ ჩემი დონე მაინც შემილია რომ გირჩიოთ რომ ჯანსაღად სიამოვნების მიღება არის ამ ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო რამ. დედასწრით ვარ თუ თეთრი შურით არ მშობდეს ადამიანებით, რომლებიც მიდიან, ივარჯიშებენ, მოდიან, კარგად არიან, რაღაცნაირად აი სხვანაირად კარგად ხართ რა. ეს არის მართლა საჩუქარია დღეს. მენტალური ჯანმრთელობა და ფიზიკური ჯანმრთელობა ალბათ ეს და ბუნება. აი კიდე რა არის მნიშვნელობა. ძალიან არ უნდა მოწყვეთ ალბათ ბუნებას და ტელეფონებთან გატარებული დიდი დროც შეიძლება გახდეს რაღაცა ერთგვარი დამოკიდებულება. ამიტომ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობ, რთულ დროში ვცხოვრობ, სოციალური ქსელებში ძალიან რთულია გასარჩევი რა, როგორ რა თქმა უნდა შეიძლება დადებითად გამოიყენო, შეიძლება უარყოფითად, მაგრამ აი სიგიჟეში და საგიჟეში და ტოქსიკურ გარემოში მე პირადად ვცდილობ რომ რაღაცნაირად ცოტა შინაგანად ერთი აი 10-მდე ჩავისუნთქო, ეხლა წყნეთში რო ვარ და ეს ბუნება და ძაღლის, ბავშვების და რაღაცა მე გავიზარდე სოფელში და ესეც მაყდა მე მეხვდებოდი ამას ფეხბურთიც მაყდა სოფელი და ცხოველებიც მაყდა იქიდან მიღებული რაღაცეებიც და ეხლა რაღაცა ვცდილობ რომ საწყისებს დაუბრუნდე და ვნახოთ მაგრამ ახლა მითხარი ახალგაზრდებს გეტყვით რომ არ გეგონოთ რომ ამას ვლაპარაკობ იმიტომ რომ აი ესეა სწორი ან მე რაღაცა უფრო კაი ადამიანი გამოვარ თქვენ რომ ამას გეტყვით არა რა დედას ვიცა ვარ აი ეგრეა რომ მე დააფასებთ იმას რაც მანამდე გეგონათ რომ არის ჩვეულებრივი ამბავი ხო და გაუთხილით ამ ჯანმრთელობას გაუთხილით მენტალურ ჯანმრთელობას და მე ილო პაპას ეტყვით აიო მადლობა მაშინ რო გითხარიო გაიგე ბატონო გოგა ასევე არ შემიძლია თქვენ კითხოთ არ გკითხოთ როგორ დავიცვათ ახალგაზრდები ნარკოდამოკიდებულებისგან ხო როგორ დავიცვათ და აი ეს მაგალითი ის რომ ადამიანებმა ბავშვობიდანო ჩვენ მივაჩვიოთ რომ სწორი სიამოვნების წყაროები მიიღონ პირველ რიგში ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეფექტური და სწორი გზა პრევენციისთვის, რომ მე
ჩვენ შვილებს და ჩვენ მომავალ თაობას აღარ გაუჩნდეს სრული ალტერნატიული ცუდი გზებით ამ სიამოვნების მიღების და ესე რაღაც ინტერესები, სპორტი, აქტივობა და რაც უფრო მეტია, რაც უფრო მრავალფეროვანია და რაც უფრო მეტად ჩართულები იქნებიან ნებისმიერ ასაკში ადამიანი, ბუნებრივია ცდუნება უფრო ნაკლები იქნება. და ამის მაგალითი არის ეს ქვეყნის დონეზე ეს პროექტი განხორციელდა, მე დეტალებს არ ჩავღმავდები, ისლანდიაში, ანუ ალკოჰოლიზაციის მაღალი პროცენტი და ქვეყანა როგორ გაერთიანა ამ პრობლემის წინააღმდეგ და ზუსტად აი ამ პოზიტიური წყაროების შემოტანის ახალგაზრდების ცხოვრებაში მიიღეს საოცარი შედეგი, მიიღეს და ალკოჰოლიზაცია ახალგაზრდებში რაღაცა წარმოუდგენელი ციფრებით შეამცირეს. ამიტომ სწორი ცხოვრების წესი ეს არ არის უბრალოდ სადღეგრძელო არ უნდა იყოს და რაღაცა ზოგადად ნათქვამი, არამედ ეს უნდა ეფუძნებოდეს სწორ სქემას, კარგად გააზრებულ სისტემას, რომელიც ანუ იმუშავებს როგორც პრევენციულ ნაწილში, ასევე იმუშავებს აი მკურნალობის ამ რეაბილიტაციის ნაწილში. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, მე არ შემიძლია თემას არ გადავუხვიო და შესაძლებლობა არ გამოვიყენა, რომ თქვენაირ პროფესიონალ ფსიქიატრს არ დაუსვა ის კითხვები, რომელიც ალბათ დღეს ყველას აქვს. ბატონო გუგა, რა არის ADHD? ხო, ADHD დღეს საკმაოდ ტრენდულია, აქტუალურია და ხშირ შემთხვევაში ძალიან გადაფასებულია და ჰიპერბოლიზებულია, ჰიპერდიაგნოსტირებულია, რაც უკვე თავის ანუ კარგია რომ ჩვენ სტიგმა მცირდება საქართველოში, უფრო თავისუფლად საუბრობთ მენტალურ პრობლემებზე, ამის აღარ გწონია, ნაკლებად გვეშინია და ასე შემდეგ, მაგრამ ჭარბი დიაგნოსტიკა და არასწორი დიაგნოსტიკა ზოგჯერ ასევე სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ADHD ეს არის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის დაავადება, ეს პირდაპირ გავშიფროთ ეს აკრონიმი, არსებობს ფორმები, რომელიც უმეტესად მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების დეფიციტით მიდის და ჰიპერაქტივობა არ არის. თუმცა ყურადღების დეფიციტი არ არის კონკრეტულად მარტო ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი. ყურადღების დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს თითქმის ყველა მენტალურმა პრობლემამ. მაგალითად, ბერნაუთიდან, გადაღლის სინდრომიდან დაწყებული უძილობა, შფოთვა, დეპრესია და ძალიან ყველა მენტალურმა პრობლემამ და შეუძლია რომ გამოიწვიოს ჩვენი ყურადღების დეფიციტი დაარღვევს. ამიტომ ზუსტი ანუ ის რომ ჩვენ რაღაცა სკრინინგის საშუალება არ ქონდეს, რაღაცა არ შევიდეთ, არ წავიკითხოთ, მე ამის წინააღმდეგ ვარ, უნდა შევიდეთ, წავიკითხოთ, მაგრამ მე ურჩევდი რომ წავიკითხოთ ეს აკადემიური და სწორი წყაროები და ნაკლებად დავაყენოთ სხვა ადამიანების გამოცდილებას, იმიტომ რომ ისინიც დარგზაზე შეიძლება მეზობელმა მირჩია, ალბათ არასწორია. გითხოთ სანდო წყაროებს, შესაძლებელია რომ გარკვეული ტესტები ჩვენ თვითონაც გავაკეთოთ, მაგრამ მერწმუნად ყველა მაღალ რეიტინგური ვალიდური წყარო ტესტირების და საიტის გეუბნება რომ ეს არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დიაგნოსტიკური საბოლოო ინსტრუმენტი. ეს არის უბრალოდ რაღაცა მიმართულებით გაძლევს ზოგად ინფორმაციას და მას სჭირდება ძალიან ზუსტი დიფერენცირება გამიჯვნა, იმიტომ რომ ADHD არის ქრონიკული პრობლემა. ის მისი ზუსტი დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას სჭირდება ძალიან წყობრი, ხანგრძლივი საკმაოდ ესეთი სერიოზული მკურნალობა. ამიტომ არასწორი დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება სრულიად არაპროპორციული და უკვე შედეგიც მივიღოთ. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ADHD-ს? ADHD-ის მკურნალობა რამოდენიმე ჯგუფის მედიკამენტით ხორციელდება, მათ შორის ერთი ჯგუფის მედიკამენტი ჩვენთან აქტიურ ნივთიერება ატომოქსეტინი ხელმისაწვდომია, თუმცა ის შედარებით უფრო მსუბუქ ფორმებში გამოიყენება და საშუალო და მძიმე ფორმების დროს ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საშუალო და მძიმე ფორმების დროს, მედიკამენტების დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია მკაცრი კონტროლით ექიმების მიერ, იმიტომ რომ თვითონ ისწავლები მიეკუთვნებიან, ანუ ეგრეთ წოდებულ ფსიქოსტიმულატორებს და მათაც ახასიათებს თავისი რისკები დამოკიდებულების, დოზარეზისტენტობის და ამიტომ მისი დოზირების შერჩევა, რომ არ გაიქცეს დოზები, დიდ დოზებზე არ გავიდეთ, ძალიან მკაცრად უნდა იყოს კონტროლირებული, იმიტომ რომ რისკები საკმაოდ ბევრია.
თუმცა მძიმე ფორმის ADHD-ის დროს, ანუ ყურადღების დეფიციტის დარღვევის დროს, განსაკუთრებით ბავშვობაში ან მოზარდობის ასაკში, როცა ადამიანი ყალიბდება, როცა ადამიანი სწავლობს რაღაცა პირველი ნაბიჯები და გადადგას, ასე ვთქვათ, თავის კარიერულ წინსვლას და ასე შემდეგ, ამ პერიოდში საშუალო და მძიმე ფორმის ADHD შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ადამიანს ხელს განვითარებაში, იგივე სწავლა ვახსენეთ, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვაფასებთ, რომ რისკი და სარგებელი წამლის და დაავადების და მიმართებაში იხრება მკურნალობის სასარგებლოდ, მაშინ ბუნებრივია მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზუსტი დიაგნოსტიკა, იმიტომ შეიძლება ქონდეს ელემენტარულად შფოთვა ან ეგრეთ წოდებული overthinking-ი, ჭარბი ფიქრები და ამის ხარჯზე იყოს ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია დარღვეული და ამის გამო რაღაცა არ გვახსოვდეს პირობითად სადავდეთ ტელეფონი ან გასაღები ან რაღაცა ასე შემდეგ. ეს არ არის ADHD. ახსენეთ შფოთვა. დიახ. რა არის შფოთვა და პანიკური შეტევა და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ? ხო, პირველ რიგში შფოთვა არ არის აშში სიტყვა და შფოთვა არ არის დაავადება. შფოთვა სიმპტომიც კი არ არის, თუ ის არ არის ჭარბი. ანუ ჩვენ ადამიანები ცხოვრობ და ვარსებობთ იმისთვის, რომ ხარ რაღაცა გვიხაროდეს, ხარ რაღაცას შფოთავდეთ, ხარ რაღაცაზე ბრაზობდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ თუ ფაქტორი, რომელიც ამას იწვევს, მაგალითად შფოთვას, ან შის, ანუ ჩვენ თუ გელი მოგდებს და საფრთხე მუქრება და შეიძლება მან გვიკვინოს ან შეგწამოს, ბუნებრივია ჩვენ უნდა შფოთავდეთ, ღელავდეთ, გვეშინოდეს და ვიცავდეთ თავს ან გავბოდეთ ან სხვა გზით. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური რეაქცია და შფოთვის გარეშე ადამიანი ვერ იარსებობდა და ეს არის თვითგანარჩენის ინსტინქტი, რომელიც არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრჯერ უნდა გქონდეს პატარ-პატარა ადეკვატური შფოთვები, რომ ჩვენ უბრალოდ ცხოვრება შევძლოთ. მაგრამ როდესაც შფოთვა არის ჭარბი, ანუ შფოთვა კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ჭარბი შფოთვა და როდესაც შფოთვა არის უკონტროლო, ჭარბი ან ზედმეტად შემაწუხებელი და რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხი შეცვალოს. აი, როდესაც ამ მასშტაბით, ამ რაოდენობით და ამ სიხშირით არის შფოთვა, მაშინ უკვე შფოთვა იქცევა პრობლემად, ის არის უკვე სიმპტომი, ის შეიძლება იყოს გარკვეული სხვადასხვა შფოთითი აშლილობის გამომდინება და რა თქმა უნდა, ამას უკვე მართვა და მკურნალობა ჭირდება. რაც შეეხება პანიკურ აშლილობას, პანიკური აშლილობა არის შფოთვის ძალიან დიდი სერიოზული პიკი, როდესაც შფოთვის რეგისტრი ძალიან სწრაფად, იმდენად სწრაფად იმატებს და იმდენად არასასიამოვნო და ადამიანისთვის საშიშ განცდებს და შეგრძნებებს იწვევს, რომ ადამიანი ბუკვალურად ვარდება პანიკაში. ანუ იმიტომაც ქვია პანიკური შეტევა, რეალურად პანიკური შეტევა, ეს არის ძალიან ძლიერი პიკური შფოთვა, სწრაფად მზარდი, სწრაფად განვითარებადი, ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებები და ამ არასასიამოვნო შეგრძნებების გამო, ანუ ჩვენ ვეძლევით პანიკას, ანუ ვარდებით პანიკაში. Ну პანიკის კომპონენტი შეიძლება მოიხსნას უბრალოდ ფსიქოგანათლებით, ადამიანს უთხრა, აუხსნა, როგორ მუშაობს შფოთვა, შეგრძნებები, რატო ხდება, ადრენალინი, სიმპათიკური ნერვული სისტემა და ამის გამო პანიკური შეტევის დროს აღარ ხონეს ეს ძლიერი გამოუვალობის და რაღაცა საშინელი შეგრძნება, მაგრამ შეტევები მაინც ხონდეს. ანუ ვითარდებოდეს პანიკური ძლიერი შფოთვის შეტევები, მაგრამ პანიკაში ასე ვთქვათ არ ვარდებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პანიკური შეტევა არის ყოველთვის და უმეტეს შემთხვევაში ეს არის გარკვეული შფოთითი აშლილობის გამოვლინება და ალბათ მასაც ჭირდება ჩარევა, ეს იქნება ფსიქოთერაპიული თუ საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების დონეზე. და ბოლოს მინდა გითხრათ, ძალიან ხშირად ადამიანებს პანიკური შეტევის დროს გონიათ, რომ აქვთ ინფარქტი. აი, როგორ უნდა განასხვაონ, აი პირველ ეტაპზე როგორ უნდა დარწმუნდეს, როგორ უნდა დავარწმუნოთ ადამიანი, რომ ეს არ არის ინფარქტი და ეს არის უბრალოდ პანიკური შეტევა. ანუ წეგან რაზეც საუბრობდი და გავაგრძელებ ისევ და აი სწორ ფორმულას თქვა დაკუთხვით ფორმულირება შევეცდები რომ გავაკეთო. ანუ ინფარქტი კი არა მარტო სიკვდილის შიშია. ანუ შეგრძნება არის იმდენად არასასიამოვნო და ცუდი რაღაცა გულში გვიჭერს ან ძალიან აჩქარებული ან უხაერობის შეგრძნება იმდენად ძლიერი ან ფიზიკურად შეიძლება ადამიანს ქონდეს ძალიან თქვა შევცინების, შეხურების, დამძიმების შეგრძნება შეიძლება ესეთი რაღაც აღწერო რომ თითქოს რაღაცა სხეულიდან გავედი და რაღაცა უწონადობის მდგომარეობაში
ყოფილი და ეს იმდენად უცხოა შეგრძნებები, რომ აჩეს მერე შიშ და მათ შორის ერთ-ერთი არის და ჩვენ ვიცით, რომ ხა გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის მიოკარდიტის ინფარქტი ახსენეთ, ყოველთვის რაღაცა სიკვდილთან არის ასოცირებული. ნუ როგორ უნდა განვასხვაოთ, ხა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არ არის ეს ანუ პანიკური შეტევა ხშირ შემთხვევაში აი სწრაფად ვითარდება, ანუ ხანგრძლივობა სხვა არის, ტკივილის რეგისტრი სხვა არის, ტკივილის ლოკალიზაცია სრულიად სხვა და ნუ ფაქტის დროს ჩვენ ვიცით ეს არის მკვეთრად მზარდი ტკივილი, რომელიც რამოდენიმე წუთში 2-3 წუთში თუ არ მოიხსნა, ეს უკვე ძალიან სერიოზული ისეთი უმძიმესი ტკივილებით და რაღაცა სხვანაირი შეტევით, სხვანაირი შედეგით თავდება და პანიკური შეტევა შეიძლება რამოდენიმე წამიდან გაგრძელდეს 9 საათამდე და ნუ ესეც ალბათ ესეთ ხანგრძლივობა და ტკივილის კატასტროფულად არ მატება უკვე ნიშანია იმის, რომ ჩვენ გვაქვს პანიკური შეტევა და არა რაღაცა ძიმე კარდიოლოგიური მოვლენა. თუმცა მაინც ითვლება, რომ კარდიოლოგიური პრობლემები არ არის მხოლოდ მიოკარდიუმის ინფარქტი, უამრავი გულის დარღვევებია, რითმის დარღვევებია შემდეგ და მე მაგალითად ურჩევდი აგერ თქვენს მაყურებელს რომ თუ არის გულზე კარდიოლოგიური რაღაცა ეჭვი, მაინც პირველ რიგში ალბათ კარდიოლოგმა მაინც უნდა გამორიცხოს, რომ რაღაც არ გაიპაროს და ნუ ფსიქიკის ასე ვთქვათ მართავ და კურნალობამ შესაძლებელია. მიხედავთ თქვენ. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთი საინტერესო გადაცემისთვის მართლაც რაღაცა ერთ ამოსუნთქვაში გაიარა, მე მგონი თითქმის 1 საათმა უღრმესი მადლობა. მადლობა ილო ასეთი გულწრფელი საუბრისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. ბატონო გუგა, მადლობა თქვენი ასეთი პროფესიონალიზმისთვის და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაცემა ბევრი ადამიანისთვის იქნება ძალიან დიდი მაგალითი და ბევრისთვის დიდი ხსნა. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე მაყურებელსაც დავემშვიდობები. დიდი მადლობა რომ გიყურებდით და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს 10 საათს.